დროებითი ცხოვრება წკაია, გემრიელია. ჩვენ ხო დროებით ცხოვრებაში ვცხოვრობ და ამის შეგრებაა კარგი რა. როცა დროებითი ცხოვრების შეგრძნება გვაქვს, აღარა ვართ რა მეტოქე ხლა არ შური გვაქვს, არა აი იმან ეს იშოვა, ამან ეს იშოვა. უიმე მე არა მაქვს, შე რატო გაქვს? არ არის რა საჭირო ეგ. რა კარგი იქნებოდა უცებ შური რო ამოვიღოთ ახლა დედამიწიდან რა. შურმა არა და არის სურვა გამოდარებაო. ეს სპარსი პოეტი წერს ესეთი შაჰნამეში ფირდოუსი. ფირდოუს აქვს მახსოვს ეგ. ესეთ რაღაცები არ მავიწყდება ხოლმე სულ. შურმა არა და არის სურვა გამოდარება. ქართულად ესე ჟღერს ეს. არც გამოიდარებს, იმიტომ რომ ქრისტეს თუ არ მიიღებ, შურიანი რჩები ისე. შური კიდე საშინელებაა რა. ყველანაირი წარმატება ადამიანის ცუდად გხდის, იცი? და სულ ებრძვი შინაგანად ებრძვი, ახ ნახე და აგო გულზე თითქოს რა დამცირებული ხარ, სხვა რო წარმატებული არის. განსაკუთრებით მოქმედებს იცი რა, ვისაც იცნობდი შენთან იყო, მე გაგებუტა წავიდა, შენზე რო იყო დამკვიდრე, ის თუ წარმატებულია, გახეული ხარ გულზე რა. კი არ გახარებს რა ის გარკვეული ის არის წინ, ეს სიხარული ეს საჩუქარია ღმერთიდან. ზე დაბოღმილია ქვეყანა. სხვათა შორის შური რო არის ასეთი დონით, იმიტომ არის კონკურენცია. შური რო გაქრეს, კონკურენცია აღარ იქნება. რატომღაც კონკურენციას პოზიტიური იმით იხსენიებენ? არა, კონკურენცია თვითონ სიტყვა შეიცავს ნეგატივიზმს. სადაც კონკურენცია იქ კარგი არაფერი არ იქნება. ძირ გამომთხრელი მის მოდის რა, როგორ დავიკავო შენი ადგილი, ბიზნესში ვარ, სულ მინდა რომ რა წაიქცე. თქვათ, მოადგილე ვარ შენი, როდის გადააყენებენ ამას. იმიტომ რომ ჩასაფრებული ვარ რა, მომეცემა მომენტი ფეხს დაგიდებ. ყველანაირად. იმიტომ რომ კონკურენციაა ეს. ერთმანეთის მიმართ კონკურენტები ვარ. ცხოვრება გამოცხადებულია რაღაც ერთგვარ რაღაც ლაბორატორიად და აი აქ ყველა როგორ არის, იცი, ბრძოლის ველზე ვართ. და იმიტომ არის ამას მოყვება ის რაც აღწერილია ბიბლიაში. და ამის უკან ხო სატანა დგას. რატო შემოგვიგდო მაგან ეს, რომ თითეული ადამიანი არის ღირსი, ეთაყვანებოდეს სხვა ადამიანი. მე ვარ ღმერთი. ორად ორი ადამიანი იყო. ეგ უთხრა ედემის ბაღში სატანამ ადამსა და ევას. იქნებით როგორც ღმერთი. არ გინდათ რომ იყოთ ეს. ხო და ახლა ეს იმთავითვე რატომ არის ნახე წინააღმდეგობებით სავსე. ედემის ბაღში ერთი კაცი რო ყოფილიყო გასაგები, ადამი მაგალითად და იქნები ღმერთი. და ღმერთი როგორ იქნები, როცა ღმერთია მეორე და ყოველ შემთხვევაში კონკურენტი ვერ იქნები და ვერაფერს ვერ დააკლებ, მაგრამ როცა მეორე ადამიანიც არის ევა და იქნებით ღმერთებიო. შესაბამისად ეგ განწყობა აქვს ევასაც, ეგ განწყობა აქვს ადამსაც. ჩვენ ხო ერთმანეთს კონკურენტები ვართ. მე რა ცოლ-ქმარი ვართ. ვიღაცაზე უნდა მე ღმერთი ვარ, შენც და ღმერთი. არ დაგითმობ არაფერს. ამიტომ მუდმივი კონფლიქტი იქნება. ახლა ჩვენი შეერთებით რომ მოხდა გამრავლება ამისი, ეს გამრავლდა და ერთმანეთის კონკურენტი. აი ნახეთ რა მოიტანა იმან იქნები ღმერთათო. არ გაითვალისწინა არავინ რომ ეს მიმართვა იყო ორ ადამიანის მიმართ. ესე იგი შენს ღმერთი იქნები ევა, შენს ღმერთი იქნები. ახლა ღმერთებს შორის ომი არ არის, ეს მითოლოგიაშია უკვე. ასე რომ იმთავითვე რომ დაფიქრებულიყო ევა ცოტა ამაზე, ამას არ წამოეგებოდა არც ადამი. და მართლაც თითოეული ჩვენთაგანაც არაცნობიერშიც თუ მიუქცეველი ცნობიერი რო ვთქვათ რომ ყურადღებას არ ვაქცევთ. დევს ესა რომ მე უფრო მაგარი ვარ, მე ღირსი ვარ, მე მეკუთვნის, შენ არა. მე მეკუთვნის, აი, ქმარიც ესეთი გაგება აქვს, მე მეკუთვნის მეტი, ცოლო. მაგრამ ამას კი არ იძახის. ასევე ცოლიც, მე მეკუთვნის, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, მაგრამ ამას კი არ იძახის. ეს არის ისეთი უხილავი რაღაცები, რომელიც ამის გაფიქრებაც კი აშინებს ადამიანს. იმიტომ რომ აი ეს იფარება ყალბი ჰუმანიზმით, ყალბის სიყვარულით, აი ქმარი როგორ უყვარს ცოლს, ქმარს როგორ უყვარს ცოლი. სულ ტყუილების სამყაროში ცხოვრობთ. როგორ ცოდვილი ბუნება ღმერთმა ხო თქვა ეს რა, გამორიცხულია. სანამ ცოდვილ ბუნებაში რჩება ადამიანი, ყოველთვის საშიში პიროვნებაა. და ამიტომ იყო ამ ცოდვილი ბუნების ზებუნებრივი ძალით გამოსყიდვა. ეს გაკეთა იესომ. და ამას ჩვენი კეთილშობილური ადამიანობით ჩემ ცოდვილი ბუნებას ვერაფრით ვერ მოვსპობ. შენიღბით კი შემნიღბავ. განათლება ისა და რა კაი ადამიანი ვარ. ჰუმანიზმით ქველმოქმედი ვარ. აი როგორ შენიღბა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცოდვილი ბუნება რითი ის ააშენა, ეს ააშენა, დენდროპარტია, ის პარტია, ეს პარტია, ტაძრები ააშენა. გაუმარჯოს ბიძინას, ბიძინობა მაგარია, შენგენაცვალი ბიძინა, რასაყვარელი კაცია, რასაყვარელი შვილები ყავს. ეს ყველაფერი არის შენიღბული. ცოდვილი ბუნება არის შენიღბული. როცა იქნება წირს წადგება და რისხვა რო დაატყდება, გული გაუსკდება. იმიტომ რომ არავინ არ არის მართალი. და ცოდვილი ბუნებას ვერავინ ვერ გამოისყიდეს.
ვერანაირი საქმეებით, ვერანაირი საქველმოქმედო თუ ვერაფლით ამის გამოსყიდვა არ შეიძლება ადამიანურ ძალებს აღემატება, ამიტომ იყო ჩარევა. ბიბლიაში სწორედ ღმერთი ერევა, ღმერთი იღებს ცოდვილი ბუნებას და ყველას ადამიანიდან მოყოლებული ის ცოდვილი ბუნება ჯვარზე გააკრა და ამით სატანა დაამარცხა. ნახეთ, ამან რა გააკეთა, იცით? ადამიანი სატანას ვერ დაამარცხებს. ამან დაამარცხა. სწორედ ეს იყო. რატო? იმიტომ რომ სატანამ შეაცნინა. სატანა მოწინააღმდეგე ანგელოზი, რომელიც აუჯანყდა ღმერთს, ამან აცდუნა ღვთის შვილები, ღმერთის გაჩენილი ღვთის შვილები, სხვადასხვა შინაარსის მატარებელია ბიბლიაში და ამ შემთხვევაში ადამიანმა ღვთისშვილად ითვლება, იმიტომ რომ ესენი ღმერთის გაჩენილები არიან პირდაპირ გაგებით. ხო, შუამავალი არ დაჭირვებიათ, ჩვენ შუამავლები ყავს, ღმერთმა გაგვაჩინა ჩემი შუამავალი გაჩენისა, შუამავალი იყო დედა და მამა, მაგრამ ადამსა და ევას არა. ხო, ღმერთმა გააჩინა ორივე. და ღვთისშვილები ეს იყვნენ. მოვდის სატანა მოწინააღმდეგე, ქართულად მოწინააღმდეგე. ეწინააღმდეგება ღმერთს, ყველაფერს. და შეცდომაში შეყვას ადამი და ევა. და ეს ცოდვილი ბუნება დაიწყო ამუშავება და პირდაპირ კუთვნილება იყვნენ ორივე სატანის. და მთელი ცხოვრება ადამი და ევა უძალიანდებოდნენ სატანას, სული არ მიეყიდათ მისთვის და იმ წესებს და იმ იმეებს ცოდვადაცემულ იმაში ასრულებდნენ იმ ღმერთის მითითებას და ელოდებოდნენ გამომსყიდველს. მაგრამ ძალიან ცუდად იქნებოდნენ სიკვდილამდე. ჯერ ერთი ენტროპია შევიდა. რაღაცა გრძნობა კი უნდა ქონოდა ადამიანსა და ევას, აი როგორ იცით, წარმოიდგინეთ ესეთი რამე. ცუდად ხართ, თუნდაც ავიღოთ ესეთი მაგალითი. დალიეთ, ცოტა უგუნებოდ ხართ, დაგალებინეთ ერთი ჩიქა, ორი ჩიქა და ცოტა გამხიარულდით, გახალისდით. ენაწყლიანი გახდით და ძალიან კარგი განწყობა გაქვთ. ცოტა კიდე მოუმატეთ დალევას, უფრო კარგ განწყობაზე და აქ შევაჩერეთ ეს ყველაფერი. ხო, თუ დოზას გავწდით, ესე იგი, შეიძლება მე უცებ დაგვავიწყდეს, დავწექით, გამოვიძინოთ, დილით რომ გავიღვიძეთ, ძალიან ცუდად გრძნობთ თავს. ძალიან ცუდად რა. შედეგი ამ უცნაურობისა, გამიგე რომელიც თავიდანვე კარგი რაღაცა იყო, გამოსვლის პერიოდში ძალიან ცუდად ვართ. ახლა წარმოიდგინეთ, რა კარგად იყო ადამი და ევა ცოდვა დაცემამდე და როგორც კი ცოდვა შევიდა, ყველაზე ცუდად უნდა გამختარიყვნენ რა. აი ძალიან ცუდად უნდა გამختარიყვნენ და როგორ მოინდომებდნენ უკან დაბრუნებას. არაფერი არ გამოვიდოდა. ამიტომ იყო დაქვემდებარება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ დაელოდე გამომსყიდველს და აი ესე რწმენით ელოდებოდნენ გამომსყიდველს, მაგრამ ცხოვრება ტანჯავდა თმოთ. პირველ ეტაპზეც ესე იქნებოდა აუცილებლად. რომ დაიკარგა კარგად ყოფნის განცდა. როგორც მაგალითად ილუზორულად მორფი მივიღე, აგრათა ვარ, მაგრამ როგორც კი ამოიწურა ამის შესაძლებლობები ამ კარგად ყოფნისა ილუზორულის, ტეხვა დამეწყო ორგანიზმმა. და ამას კი შევისვებ იმ წამლით, მაგრამ აი ტეხვა რო იგრძნო ადამმა და ევამ, სიკვდილის ბოლომდე ეს ტეხვა ქონდათ ამ ტერმინს თუ იხმარ. მაგრამ აძლევინებდათ რწმენა გამომსყიდველისა და ამით ადასტურებდნენ ღმერთის სიყვარულს. იგივე მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ ქრისტემდე. და მე ქრისტემ კი გვითხრა, ეხლა უკვე სატანა დამარცხებულია. უცნაურია ამ ამბავმა სოფლიო კი არ გაახარა. ხო, წარმოიდგინეთ, ხო, კონესის ხომ სამყარო მოყოლებული. ესე იგი, როდესაც ეს მოხდა, ეს არის 2000 წლის უკან, ხო? ეს ამბავი კი არ გავიდა. ცდელობა კი იყო, ევანგელისტის ცდელობა არის ეს ამბავი მიიტანოს. რა არის ევანგელიზაცია? ცოდვილი ბუნება გამოსყიდულია, სატანა დამარცხებულია. ეს არის ევანგელიის ბირთვი. სხვა დანარჩენი არის თეოლოგიური რაღაცა ლოგიკა. მაგრამ მთავარი არსი ევანგელისა რა, პავლე რასაც აკეთებდა. სატანაა დამარცხებული. და აი ამიტომ დაძლებდა სატანა ამათ. არ უთხრა არავის რომ მე დამარცხებული ვარ. ისე იარა ნელ-ნელა და დღევანდელ სამყაროში კაციშვილმა არის ის რომ სატანა დამარცხებულია. აი არც მართლმადიდებლობმა, არც კათოლიკებმა სატანა დამარცხებულია. ვინ დაამარცხა? იესო ქრისტემ. ეს რწმენა რომ ძლიერდება ჩვენში ახალი ადამიანი ისახება. და წარმოიდგინეთ, ახლა ეს რომ დიდი დოზით პლანეტის მოსახლეობის 60%-მა მიიღოს. ძალიან ადვილი წარმოსადგენია, როგორც ცხოვრება წავა. ახლა გადახედეთ რა ხდება. კონკურენცია ცხოვრება არ. აი შეჯიბრი, თავპირისმტრევა, რიგები მაღაზიაში, რიგები ინსტიტუტებში, რა ვიცი, აი ერთმანეთს თავპირს ამტრევენ რა, აღარ იციან, რით გადაუჯოკრონ ერთმანეთს.
თუ შენ ერთი დიპლომი გაქვს, მე ორი უნდა ავიღო, თუ ორი გაქვს, სამი უნდა ავიღო. თუ რაღაცა ისა გაქვს, შე რაღაცა ერთ თანამდება მეორესაც უნდა შევეტენოთ. სულ ეს არის მუდმივი. ერთი ქვეყანა ნახე, მეორე უნდა ვნახო, ივან სამი შემოვიაროთ. არ არის ეს კონკურენცია? და ამას რა მოყვება დააკვირდით, გამოხარეს ყველაფერი გამოხრულია. აი სატანა რას აკეთებს? ევანგელია კი სწორედ ეს იყო. სასიხარულო ამბავი. ცნობა. ამბავი კეთილი რაღაც შინაარსის შემცველობისა. რა არის ეს? სატანა დაამარცხა ღმერთმა. თავი გაუჭეჭყა. ის კიდე ქუსლის დაგესვლა არაფერი არა. აი ნახეთ როგორ შესრულდა, რამდენი ხანი ელოდებოდა კაცობრიობა, პლანეტის კაცობრიობა ელოდებოდა სამყაროს შექმნიდან. აი ამ ქრისტესმოსას აი ესე და ბიბლიური გამოდე სადღაც 6000 წელი. 4-დან 6000 წელი. და მოვიდა და ჩვენ 2000 წელს მერე დავიბადეთ. და ეს ამბავი უკვე წარსული არის თითქოს. ამბავი წარსული, მაგრამ ღმერთი აწმყოშია. ის ვინც განსხეულებული 2000 წლის უკან ჯვარზე გაეკრა, ის ახლა სხვა იმით ჩვენთან არის. ვესწრება. ისმენთ ჩემს საუბარს თქვენსას, ჩვენ გულებში შემოდის და ცდილობს რომ ეს ამბები ყველას გააგებინოს რა. აბა მეტი რა გააკეთოს ღმერთმა. სატანა არის ხო ეს მამაწაღლზე მამაწაღლი. ვერ დაამარცხებ რა ამას, ადამიანი ამას ვერანაირი ძალებით ვერ დაამარცხებს. ადამიანს სატანის დამარცხება არ ძალუს, ეს რო შეძლებოდა მას იესო ქრისტემ. მამა რატო გამოაგზავნიდა წეს ამის დასამარცხებლად? ამიტომ იესო ქრისტემ დაამარცხა ეს ყველანაირი საშუალებებით. უცნაურია პარადოქსი, ნახე, როგორ შეიძლება კაცმა სიკვდილით დაამარცხოს ვინმე. იესო ქრისტემ ხო სიკვდილით დაამარცხა. და ესე არის ხო ნიკოლოზ ორთქიფანიძე სიკვდილითა სიკვდილისა დამდრგუნველი. საშუბაო მინიატურებში არის ეს. სიკვდილით დაამარცხა. სწორი მიგნება არის, სწორი ეს ფორმულირება. თორემ თვალით ხედავთ რომ დაიჭირეს კაცი და მოკლეს და შენ მეუბნები კაცო ამან დაამარცხა? ვინ დაამარცხა? მკვდარია ესა. მაგრამ მოიცა გადამოდი მე მესამე დღეს ნახე აღდგა ეს. აღდგომა არის მაუწყებელი დამარცხებისა სატანისა. აღდგომა არის და როგორ დაამარცხა ახლა? გააქრო? სატანა როგორც ასეთი აღარ არის? რას ნიშნავს ეს დამარცხება? როცა მაგალითად ხილულ სამყაროში ჩვენ ვიღაცა ავკაც იქნება თუ მხეც ვკლავთ, აღარ არის ეს ჩვენი საშუალებას არ წარმოადგენს. მაგრამ სატანა როგორ დაამარცხა ამან? ეს წერია და ძალიან ძნელი ის არის ბევრისთვის მისაღები ესა. თორემ მათ გონებაში არ ეტევა ეს. დაამარცხა სიტყვით ნიშნავს იმას, კი არ გაქრა სატანა. კი არ მოსპოდა, არაუბად კი არ აქცია. რწმენაში რაც ადამსა და ევას უბოძა ეს ცოდვა, ამან იესო ქრისტემ ესეთ რამე მითხრა. ეხლა ნახე იესო მეუნება ამას. შენ აღარ ეკუთვნი მაგას, შენ ჩემთან ახარ ეხლა. აი ეს უნდა ავიღოთ. და ამით არის დამარცხებული. იმის გამო რომ მე ვიცი რომ სატანა დამარცხებულია, ვის შეუტევს სატანა ახლა? რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც იცის რომ სატანა დაამარცხა იესო ქრისტემ, ეს არის ქრისტიანი. როგორ შეუტევს? ეპოქის იმით გათვალისწინებით რა არის გავრცელებული, ან ფიზიკური დევნას დაგიწყებს, ან კიდე შეურაცხყოფას მოგაყენებს და გამოიყენებს ამას ახლობელ ადამიანებს. მე რა პრობლემაა ეგა? ხო, საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ გამოსყიდულები და გადარჩენელები გარდაცვალებამდე ვიმყოფებით იმ წუთისოფეში, რომლის თავადი სატანა არის. ბუნებრივია ეს დაემუქრება ამ გამოსყიდულ ხალხს და რასაკეთებდა გააფთრებით უტევდა. თავიანთი დამქაშებით ქრისტიანებს პირველი 300 წელი. მაგრამ ვერაფერი რო ვერ გაჭრა და ასე უფრო მრავლდებოდა, ადგა და შეინიღბა. სახელმწიფო შეტენა, აი ეს დაამახინჯებული ქრისტიანობა და სახელმწიფომ გამოცხადა რელიგიად სახელმწიფოდ და დევნა შეჩერდა. მაგრამ როდესაც ესეთ შემეცნებული იქნა გარკვეული ქრისტიანული ჯგუფის მიერ და ახლა კრიტიკა დაიწყეს სახელმწიფო კუთვნილება რელიგიისა, ახლა სახელმწიფო რელიგიას დევნის ეგრეთ წოდებულ რეფორმატორებს და გამოყოფილ ხალხს, სექტა რო ქვია, გამოყოფილი სახელმწიფო რწმენიდან გამოყოფილი ადამიანები არიან სექტები და მაგათ ზდევნითა პროტესტანტიზმი. სიკვდილით და კოცონზე დაწვი და ყველაფრით ემუქრებოდა. მაგრამ ვინმეს რამე დააკლო? არა, ვერავის ვერ დააკლო. იმიტომ რომ ღმერთი მე ახლა პარალელზე ხო ვიცით არის და შეიძლება გამოსყიდული ადამიანი და ტანჯვაში ჩააგდო, მაგრამ ღმერთს რო ვერაფერს ვერ დააკლებს სატანა ხო იცით? მას ვერაფერს ვერ დააკლებს. იმიტომ რომ ეს
ქმნილება არის და ის შემოქმედია ის ატანა ღმერთის შექმნილი არის თავდაპირველი მისი შინაარსი და ისა კარგი იყო სულიერი დიდი სულიერი ლამაზი არსება იყო მაგრამ მოინდომა ღმერთს გატოლებოდა და აუჯანყდა და აჯანყება ნიშნავს გამოდიხარ მის დაქვემდებარებიდან მაგრამ აბსოლუტური გამოსვლა არ ხდება ეგ რო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს დამთავრებულია ჩვენი ამბავი შესაბამისად აქ რაღაცა სირთულესთან გვაქვს საქმე გაგების თვალსაზრისით როგორ ხდება რომ ეს ამავე დროს ღმერთის დაშვებით აკეთებს რასაც აკეთებს აი მასე იმტრევენ თავს თეოლოგიები მაგრამ მოდი დავანებოთ თავის მტრევას დავიჯეროთ რასაც ღმერთი გვეუბნება არ შეიძლება მივენდოთ რატო ვrთავთ ყველაფერში ტვინს გონებას და რატო გონია რომ ადამიანის შემეცნება განუსაზღვრელი შინაარსის შემცველი და ყველაფრის შესწავლა შეგვიძლია როდის მევალთ იმ ქონუ და ადამიანს განსაზღვრული აქვს ცოდნა დამოკიდებულია ადამიანის ცოდნა დამოკიდებული არ არის დამოუკიდებელი ცოდნის მატარებელი ადამიანი როცა ამას შევიგნებთ ჩვენ დამთავრდება ეს ყველაფერი და წმენას და ჩავბარდებით ღმერთს და აღარ დავიწყებთ ახლა ქექვას რატომ როგორ ეს როგორ არის ის რატო დარგე ეს რატო გააჩინე რა საჭირო ესა ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ ამას რატო ვერ გავიგებთ გითხარით იმიტომ რომ დამოკიდებული არსება ვართ ქმნილება ვართ არ შეიძლება ქმნილებამ გაიგოს შემოქმედის თუ იმან არ გაგვიცხადა ჩემი ცოდნის მასშტაბის გაფართოება დამოკიდებულია ღმერთზე მე გამიფართოებს მასშტაბს მისი ნება თუ უნდა გამაგებინებს თუ არა დამტოებს ამაში ესე იგი ცოდნა ჩემი იზრდება და ჩემი ცოდნის და დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე ასე რომ დავექვემდებაროთ მას და თუ გვინდა ყველაფერს გამოგვიცხადებს და ჩვენი ძალებით გამორიცხულია რამე ჩვენი ცოდნა გავაფართოვოთ გაფართოების რა მოგახსენოთ დავანაგვიანებთ აი და ეს დანაგვიანებული მეცნიერული პლანეტა რითი ამთავრებს აპოკალიფსში ჩაწერილი დაწვით დედამიწა დაიწვა ასე რომ ამბავი გამოსყიდვის შესახებ მხოლოდ ამ წიგნში არის ცნაურია ხო ამის დაჯერება ძალიან ძნელია შემოკარგებოდა ამიტომ არის ადამიანი გაუბედურებული რომ არ გინდა დაიჯეროთ არ ჩემანიც დატოვებული გაქვს შენი ნება ასე შექმნა ღმერთმა ის გეუბნება ან დამიჯერე და გაქვს უფლება არ დამიჯერო მაგრამ ამარჩევას რო აკეთებ პასუხს შენაგებ პასუხის მგებელი ღმერთი კი არ არის ვინც ის რამდენი გმინავს ახლა გადასული იქით სადაც არიან ხო ერთ-ერთი ვიცით ღმერთმა დაგვიტოვა რა ლუკა მახარებდა ახ როგორ ეხვეწება გაუშვი რა ლაზარე რა ჩემთანო რა რომ არ მოვიდნენ აქ და ამან ისეც არის ცოტა ამ საწყალმა რომ ღმერთის სიტყვა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება არა იმათ მოსე აქვს თუ იმათ არ დაუჯერეს არც ამას დაუჯერებს ეს 100%-იანია არ დაუჯერებდნენ თორე თუ ეს შესაძლებელია და ღმერთი არ უშვებს მაშინ ეს არ გინდა ის გადარჩეს არა ამას არ დაუჯერებენო არა დარწმუნებული იყავით რომ მართლა არ აი ვინ დაიჯერა რომ იესო ქრისტე აღდგა იმ პერიოდში როდესაც ის მოვიდა ძალიან ბევრს არ დაუჯერებია თომას სანამ ხელით არ შეეხო აი მანაც არ დაიჯერა აი ხელით შეეხო და მაშინ რაღაცნაირად შოკირებული დაეცა და თაყვანისცა და ჩემი ღმერთი და უფალე შენ იმიტომ ჯერა მიხილეო და ნეტარ არიან ვისაც არ უხილვა დაამატა იესო რა არის ღვთიური სიბრძნე შენ იმედო მიწამი რომ აი ხელი ჩაყავი ჩემ ფერჩი ნალურსმებში და ნეტარ არიან ვისაც არ უხილავ და სწამთო ვინ იგულისხმა ნეტა იესო ქრისტემ ჩვენ თავობის ხალხი ჩვენ არ გვიხილავს იესო ქრისტეს ნალურსმა და ხელი არ ჩამიტია აგერ რა თქვა ნეტარება ნეტარია ის ყველა ადამიანი ვინც იესო ქრისტეს იწამებს ბიბლიაზე დაყრდნობით და იტყვის ეს ჩემი უფალია და აღარ დამჭირდება აბერთი საწაული გამიკეთე რა აბერთი გამომეცხადე რა აი გიწამებ ღმერთო თუ აი მას გააკეთებ აი აუცილებლად გიწამებ თუ ეხლა მომირჩენ რაღაცას რა უცნაური ეს ხო პირობების წაყენება არის ეს ხო ურწმუნოება არის არავინ არ ფიქრობს ამაზე რომ როცა რაღაცას თხოვ შენ და პირობა წაუყენე ასეთი ვიწამებ იმ შემთხვევაში თუ შენ ამას გამიკეთებ და დარწმუნებული ხარ რომ შენ იწამებ ეს რო გაგიკეთოს და აი ეს არ აკეთებს ძველ აღთქმაში ვიცით ჩვენ მსგავსი პერსონაჟები რომ ასე ეუბნებოდნენ და ის აკეთებდა მაგრამ მაინც რომ არა მოსე არ ხვდებოდა და არ ელაპარაკებოდა ადამი და ევას რო თავი დავანებოდ შემდეგ ასევე საული სოლომონი რომელერთ ჩამოთვალოთ ძველ აღთქმის პერსონაჟებს სწავლობთ ჩვენ და ეს სწორედ მაგიტომ ასეთი დიდი ყურადღება და თანამედროვე ეპოქა დაყრუებულია და ეს ჩვენ
რწმენის თვალსაზრისით ყრუ და ბლუ და ტლუები ვართ. ერთადერთი ნათელი მარტო ეს საღვთო წერილი არის რა.